დოქტორი, პროფესორი. დავიწყოთ თქვენთანაც საუბრი დღევანდელ დღეზე. რა იყო თქვენთვის საინტერესო, რა დაგაკლდათ, მიუხედავად იმისა, რომ შედარებისთვის დიდი სივრცე არ გვაქვს, იმიტომ რომ არ გვახსოვს, მე 1 წლის ვიყავი, როდესაც წინა პატრიარქის აღსაყრება მოხდა. საღამოშვიდობის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. პირველ რიგში მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად შედგა, ამას ქვია, რომ შედგა და შედგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ 14 ადგილობრივი კრება. და მე მინდა საქართველოს ეკლესიის სისავსეს მიულოცო ამ კრების ჩატარება, მიულოცო ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა და მიულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულ მიტროპოლიტ შიოს, რომელიც ხვალ მიიღებს სინქრონიზაციისას კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დღეს უბრალოდ დღეს წესით როგორი უნდა ყოფილიყო? ანანიამ რომ მიმართა. მან გამოაცხადა ეს, მაგრამ ის ჯერ არის კვლავ მიტროპოლიტი, არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეული. აი, როდესაც ხვალ მოხდება მისი ინტრონიზაცია, ის უკვე გახდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მე გულწრფელად უსურვებ მას მრავალჟამიერ მოღვაწეობას და იმ ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულ გამკლავებას, რომელიც ისტორიისა და მომავლის წინაშე მას აუცილებლად შეხვდება და უკვე ეს ჩანს, ფაქტი არის. ვილაპარაკოთ ამაზე რა არის, ამაზეც, მაგრამ დღევანდელი დღე რომ დავასრულოთ, თქვენ თქვით რომ მშვიდობიანად დასრულება შეიძლება და ასე არ ყოფილიყო. არა, შეიძლება და ასე არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა წინა ეგრეთ წოდებულ წინასაარჩევნო პერიოდში განცხადებები არაერთგვაროვანი, ხო? ამას ჩვენ ვისმენდით სასულიერო პირებიდან, მათ შორის მღვდელმთავრებიდან, საერო პირებიდან და ასე შემდეგ და რაღაც გარკვეული კონტურები ამის ისახებოდა, რომ არაერთგვაროვნებას შესაძლო ადგილი ქონოდა, მაგრამ შედგა და მშვიდობიანად დასრულდა. რაც შეეხება გამოწვევებს, რა იქნება ხა? 2000 წლოვან ეკლესიას რო სათავეში ჩაუდგები, იქ გამოწვევებს რა დალევს და რა გამოლევს და თან ამ ეპოქაში და თან ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ყავდა კათოლიკოს პატრიარქები, რომლებიც იყვნენ ტიტანები. ხლა იქეთ რო აღარ წავიდე ავტოკეფალიის გაუქმებამდე პერიოდზე, ხა კირიონ მეორის და ამბროსი ხელაიას ტახტზე რომ მოდიხარ, ეს არის უზარმაზარი გამოწვევა. და იქამდე რომ მიხვიდე, ამას უნდა დიდი დრო. და შემდეგ ეს თანამედროვეობა ასევე არ დაგვავიწყდეს. ილია მეორის შემდეგ რომ მოდიხარ ტახტზე, ესეც არის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ პატრიარქ ილია, როდესაც აღსაყრდა, დასაფლავების პროცესმა აჩვენა მისი ფიგურის მასშტაბი და დამოკიდებულება მის მიმართ, რაც ასევე გარკვეულ ჩრდილს ქმნის ახალ პატრიარქისთვის. თვითონ ის სამძიმრის დღეები დაკრძალვა, მე მას უწოდე ცოცხალი რეფერენდუმი. ეს იყო ცოცხალი რეფერენდუმი. წარმოუდგენელი ამბავი იყო. ილიამ გარდაცვლილმა ჩაატარა. მე მგონი ასეთი დაკრძალული ადამიანი ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვახსოვს. მაგრამ იქნებოდა, მაგრამ არ გვახსოვს. და კათოლიკოს ილიას შემდეგ მოსვლაც არის მთელი რიგი გამოწვევებთან დაკავშირებული. რატომ? როდესაც ის აღსაყრდა 1977 წელს, მაშინ ეკლესიაში იყო 6 მღვდელმთავარი. მეტი არ იყო. ახლა ჩვენ გვყავს 39 და კიდე უნდა გამრავლდეს. გამრავლებულია სასულიერო პირები. ხა სადაც ადამიანია სიმრავლით, იქ მოგეხსენებათ პრობლემებიც სიმრავლით არის და ეს მთელი ისტორიული მოცემულობა მას უქმნის სერიოზულ გამოწვევებს. მაგრამ შორის გავიხსენე ერთ-ერთ რომელიღაც წინა სტუმართან 6 რომ იყო, მაშინ რა ტიპის სკანდალი ახლდა შერჩევის პროცესს, როცა დაიკავეს საპატრიარქო რამდენიმე ეპისკოპოსმა და როგორ ანუ დღევანდელი მშვიდობიანობაზე როცა ხაზი გაუსვიდა. ჯამში მიტროპოლიტ მაშინდელ ილიას ჩათვლით იყო 7 მღვდელმთავარი. აქედან 3 იყო მისი არჩევის წინააღმდეგი. ესენი იყვნენ მიტროპოლიტი გაიოს კერატიშვილი, მიტროპოლიტი რომანოს პეტრიაშვილი, ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე. თუმცა გაიოს კერატიშვილი კიდე სხვა მოვლენ, აქ სხვა თემებზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ეხლა მეც მაგას ვამბობდი სხვათა შორის ჩემს საუბრებში, რომ 7 კაციან სინოდში იყო 3 არჩევის მოწინააღმდეგე და ხო 39 კაციან სინოდში რომ აზრთა განსხვავებულობა იქნებოდა, ეს სულაც არ იყო მოულოდნელი. თავარია რომ ეს აზრთა განსხვავებულობა არ გადასულიყო ეკლესიისთვის უცხო ანტიკანონიკურ გზაზე და მადლობა ღმერთს რომ არ გადავიდა. საერთაშორის უნდა ვთქვათ რომ 105 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები.
ბოლოს მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები საქართველოს ეკლესიაში ჩატარდა 1921 წელს. მაშინ იყო ორი კანდიდატი, ესენი იყვნენ მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია და მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა და მაშინ გაიმარჯვა მოგეხსენებათ მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. მას შემდეგ ანუ ორი კანდიდატიანი მრავალ ითვლება იმიტომ რომ შემთხვევაში ერთი იყო თუ მანამდე იყო კიდე ორი 1917 წელს იყვნენ კირიონი და ლეონიდე. და თვითონ კათალიკოსი ლეონიდე ძალიან უცნაურად არის არჩეული. მას წაგებულ არჩევნებში მიღებული ხმები ჩაუთვალეს მას შემდეგ, რაც კირიონი გარდაიცვალა. და უკვე შემდგომ აკრებამ ეს დაამტკიცა. და ნახეთ, ახლა 105 წლოვანი წყვეტა ჰქონდა ჩვენ მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნებს. იმის შემდეგ 1927 წლიდან მოყოლებული. 1977 წლის ჩათვლით ყველა საპატრიარქო არჩევნები იყო ერთი კანდიდატით და ის ხდებოდა კათოლიკოს პატრიარქი. ჩვენ მქონდა 3 კანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები და მე სამივე კანდიდატს უდიდეს პატივისცემას უდასტურებ, გამორჩეულ პატივისცემას რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს. ასევე ჩვენ პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელ საქართველოში პირველად დავირჩიეთ კათოლიკოს პატრიარქი. ბოლოს დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ პატრიარქი ავირჩიეთ 1918-19 წლებში, ეს იყო კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე. შემდეგ ამბროსი ხელაიადან მოყოლებული ილია მეორის ჩათვლით ყველა პატრიარქი იყო საბჭოთა საქართველოში არჩეული. ესეც ბუნებრივია იყო თავისი გამოწვევების წინაშე აყენებდა ეკლესიას. და აი ამ ხელა წყვეტა არ ყავდა მღვდელმთავარი, რომელსაც მღვდელმთავრობაში ახსოვს, არ ყავს უფრო სწორად, რომელსაც მღვდელმთავრობაში ახსოვს წინა კათალიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია. არის ახლა სინოდში სამი მღვდელმთავარი, რომელიც ორი სასულიერო პირი იყო და ერთი საერო, რომელსაც ეს ახსოვთ, მაგრამ მღვდელმთავრის რანგში არ იყვნენ. მაშინ და მოგეხსენებათ, ეს არის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე, მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი და მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, ის უწმინდეს ილია ძმიშვილია და ამიტომ ბიძის ინტრონიზაციას ესწრებოდა. ეხლა ესეთი ნახეთ, რამდენი რამე ჩამოვთვალე ეს გამოწვევები, რომელიც ერთი შეხედვით მარტო ისტორიული რაკურსით არის, მაგრამ არ არის მარტო ისტორიული რაკურსი. ეხლა ხვალ შესრულდება ინტრონიზაცია. ეს მღვდელმთავრები, ჩემი უდიდეს პატივისცემა თითოეულ მათგანს, როდესაც ხვალ ამას შეასრულებენ, ფაქტობრივად თეორიულ დონეზე ეცოდინებათ რა უნდა გააკეთონ. პრაქტიკულად მათ არ იციან პრაქტიკულ დონეზე რა უნდა გააკეთონ და ხვალ ალბათ იქნება რაღაც ისეთი სიახლეები, რომლებიც შეიძლება არ იყოს იქ ელემენტარულად გაწერილი, მაგრამ არც ეს არ დაეძრახებათ. ანუ თვითონ დასაწყისი, ტრამპლინიც კი ახლად არჩეული კათალიკოს, ხვალინდან უკვე კათალიკოს პატრიარქ შიოსი როგორი გამოწვევებით არის სავსე და წინ კიდე რამდენი პრობლემური ხოთაშერ დღევანდელ დღესაც ვუყურებდით როგორც კარგად ორგანიზებული, ლამაზი ვიზუალურადაც ამასაც აქვს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ნულოვანი პრაქტიკა არსებობდა, არსებობს ასეთი ტიპის დიახ, მე მადლობას ვუხდი ამ კრების თითოეულ ორგანიზატორს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. თვითონ გარეგნული მხარე, იქ შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტი კომპეტენციის პირები ყოფილიყვნენ კიდე, ცოტა უფრო გაზრდილი იყო დელეგატებს შორის კომპეტენციის მქონე პირები, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ეს დელეგატები ყველა ეპარქიებს ყავდათ თავიანთი, ესე იგი, სასულიერო აკადემიებს, გელათს მეცნიერებათა აკადემიას და ეპარქიას, მაგრამ უნდა ვთქვა, დღევანდელი გაფართოებული კრება რეალურად ეს იყო წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც აირჩია პატრიარქი და ესწრებოდნენ ეს დელეგატები. მათ ფაქტობრივად იქ არაფერი უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ეს არ არის. ხმა, ანუ რაღაც სიტყვა უთქვამთ რამდენიმეს როგორც გავიგე, არა? სათათბირო ხმის უფლება ჰქონდათ მათ, რომელიც ისიც იყო, რეგლამენტით შეზღუდული, მაგრამ ეს ვიცით რომ 39-ია ამომრჩეველი. მაგრამ ნახეთ, ეს მოცემულობა არ არის დღევანდელი სინოდის შემადგენლობის ბრალეულობა. ეს ასე გვიწერია ჩვენ 1995 წლის დებულებაში და ეს დებულება იმდენ პირდაპირ ვიტყვი უვარგის მომენტს შეიცავს საეკლესიო პრაქტიკული ცხოვრებისთვის, თავიდან ბოლომდე არის გასაუქმებელი და ახალი დებულება არის შემოსული. ამაზე საუბრობდა იობის ხედვაში იყო თუ არ ვწდები ამაზე ლაპარაკი. მიტროპოლიტ გრიგოლის და მეუფე შიოს, პატრიარქ შიოს ხედვა არ ვიცით. ნუ ალბათ გამოვლინდება აწი. ალბათ აქვს მას სამოქმედო გეგმა, ეხლა არ ჩათვალა ალბათ საჭიროდ, მაგრამ გამოვლინდება და ნახეთ, ეხლა ამ დებულების მიმართულებით ახლა გაახსენდა საზოგადოება. ჩვენ ეკლესიის ისტორიის კვლევრები ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს დებულება არ გამოდგება. 1995 წლის დებულება მოიცავს ბევრ ლაფსუსს და სხვათა შორის მათ შორის ეს დიპლომისა და ასაკის თემა ლაფსუსია თქვენი დაკვირვებით. არა, ნახეთ ეხლა რა ხდება. მე პირადად ვემხრობი, რომ აუცილებლად ეპისკოპოსს, აქ საუბარია ეპისკოპოსზე.
ეპისკოპოსად კურთხევის დროს კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება დიპლომით დადასტურებული. ხა დიპლომის გარეშე დღეს განათლება ვერ დასტურდება, ეს არის ელემენტარული წესი. ანუ ეპისკოპოსად ხელდასხმა არ უნდა ხდებოდეს ამ დიპლომის გარეშე. მაგრამ ნახეთ ახლა თუ ჩვენ გვყავს უკვე ხელდასხმული მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ეპისკოპოსი, მთავარი ეპისკოპოსი არ აქვს მნიშვნელობა, რომელსაც არ აქვს ეს დიპლომი, მაგრამ უკვე ის მიტროპოლიტია, უკვე იქ რთულია ელაპარაკო მას დიპლომზე, იმიტომ რომ ყველა მღვდელმთავარი არის პოტენციური მომავალი პატრიარქი. მაგრამ მე ვთვლი, რომ ამიტომ ეს პრობლემა რო აღარ დადგეს, საომავლოდ მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ხვალინდან უკვე კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე გაითვალისწინებს, რომ არც ერთი მღვდელმთავრის კურთხევა აღარ მოხდება უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლებისა და მისი დამადასტურებელი მღვდელმთავრად კურთხევას ზუსტად იგივე მოთხოვნები უნდა იყოს, რაც პატრიარქი, იმიტომ რომ ის ავტომატურ პოტენციურ პატრიარქს ასაკი? დიახ. ასაკი? აი, პოტენციურად კათოლიკოს პატრიარქი ხარისხით ეპისკოპოსი, ეს კათოლიკოს პატრიარქი არის ტიტული, წოდება, თორემ ეპისკოპოსი ეკლესიაში სამი ხარისხია: დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. რაც შეეხება თვითონ ასაკის მომენტს, ესეც ბუნდოვანია, მინდა გითხრათ. ესე იგი, თუ თქვათ, ესე იგი, ჩვენ ასაკობრივ ზღვარს დავაწესებ, წინააღმდეგობაში მოვდივარ თვითონ რასთან. აი, მაგალითად 70 წელს რო გახდება კათოლიკოს პატრიარქი, ის ხო არ უნდა გადადგეს. დადგენილია, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს. ეხლა ერთმა აცხონოს პატრიარქი ილია 93 წლის იყო, ხო? და არ გადამდგარა და არც უნდა გადამდგარიყო. და ესე იგი, ნახეთ, თუ 70 წელს მიღწეული პატრიარქი უნდა აგრძელებდეს პატრიარქობას, მაშინ რატო ეკრძალება 70 წელს მიღწეულ მღვდელმთავარს აირჩიონ პატრიარქად? მაგრამ ესეც არ არის დღევანდელი სინოდის ბრალი, ეს დებულებაშია ჩაწერილი. მოკეთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცია ახალი პატრიარქი და მას წინ დიდი გზა აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ იქნება მართლაც რაღაც სახალხო პატრიარქი, თქვა ესეთი ან კარგი პატრიარქი, არ ვიცი. იმიტომ რომ ეს მისი პერსონალური წარმატება კი არა, ქართული ეკლესიის და ამ ქვეყნის ბედზეც არის გადაჯაჭვული, ასე რომ თქვათ რაღაც გარკვეული მომენტი არის, მას ის დღეს აირჩია გაფართოებულმა კრებამ ხმათა უმრავლესობით, თუმცა უკვე ითვლება, რომ ის არის გაფართოებული კრების მერე არჩეული. ეს ერთი მომენტი არის, რაც მის მხრებზე არის პასუხისმგებლობა. მეორე და არანაკლები მომენტი, მას გამოცხადებული აქვს, როგორც მოსაყდრეს, ვაკონკრეტებ, მხოლოდ როგორც მოსაყდრეს, თავის დროზე ნდობა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისაგან. ხა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო არაერთი მიმართულებით გარდამტეხი ეპოქის არა, ეპოქების პატრიარქი იყო საქართველოსთვის და ეს მოცემულობა, რომელიც ხრებზე დააწვა ხვალიდან უკვე კათოლიკოს პატრიარქ შიოს, ერთობლივად ქმნის აქედან კრების არჩევას და იქედან კათოლიკოს ილიას მიერ მისთვის როგორც მოსაყდრისთვის ნდობის გამოცხადებას. რა თქმა უნდა, იქნება ახლა გარკვეულწილად ჭდილში ყოფნის მომენტები, მაგრამ მე ვთვლი, რომ მეუფე შიო, რომელიც ხვალიდან გაპატრიარქდება, ამას არ აღიქვამს ჭდილში ყოფნას, იმიტომ რომ ის განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით არის, ესე რომ ვთქვათ, ხასიათდება კათოლიკოს პატრიარქ ილიასადმი და ეს ჟესტიც, რომელიც დღეს მან განახორციელა, არჩევისთანავე ის გადავიდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მან პანაშვიდი აღავლინა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულის საოხად. ნუ, ეხლა უნდა ვთქვათ ერთი რამე, მე დარწმუნებული ვარ, რომ კრებსითობის მომენტი უფრო გაძლიერდება ჩვენს ეკლესიაში. ხლა ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ იყო კრებსითობის მომენტი. კრებსითობის მომენტი იყო დღევანდელი კრებაც, ხო, რომელიც ჩატარდა. მაგრამ კრებსითობის მომენტი ჭირდება გაძლიერება ეკლესიაში. ანუ გულისხმობთ ეპისკოპოსების წონას და ჩართულობას, ანუ ეს წონა შეიძლება პიროვნული ვინმეს ჰქონდეს, მაგრამ კანონიკური ჩართულობა. წინა პატრიარქის უკვე ასე ვთქვათ, შემთხვევაში ის იმდენად უპირობო ავტორიტეტი იყო, რომ რაღაც ვერტიკალური იყო სისტემა და ეხლა უფრო ჰორიზონტალური გახდეს. მისი უპირობო ავტორიტეტობა, დიახ, ამას გულისხმობ. მისი უპირობო ავტორიტეტობა გარკვეული ობიექტური მიზეზებით იყო შექმნილი. და მას ხშირად ბევრი რამის საკუთარ თავზე აღება უწევდა, განსაკუთრებით კომუნისტურ პერიოდში, იმიტომ რომ არ ყავდა ვინც მას შეეხიდებოდა ღირსეულად. არა? დღეს უკვე ეს არის მოცემულობა, რომელიც არაერთი უკვე ჩვენი მღვდელმთავრები პირდაპირ გამოთქვამდნენ დღეს, რომ ჩვენ შევეხიდებით მას და ეს შეხიდება არის ურთიერთონუხრივი მომენტი. ერთი მხრივ რომ მღვდელმთავრები არიან მზაობაში და მეორე მხრივ თვითონ კათოლიკოს პატრიარქი მომავალი უკვე ხვალიდან გაითვალისწინებს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია მისგან. თორემ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხა არ არის საუბარი მაინდამაინც მეუფე შიოზე, ვინც არ უნდა გამختارიყო კათოლიკოს პატრიარქი, ამ ნაბიჯის გადადგმა ყველას მოუწევდა და ის პროგრამები, რაც წარმოადგენს სხვა კანდიდატებმა, მათ შორის უნდა ვთქვათ, საქართველოს
ეკლესიის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, არ არის დაფიქსირებული, რომ საპატრიარქო კანდიდატმა საჯარო წარმოადგინა თავისი პროგრამა, დიახ. ეს იყო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელსაც ერთ საათში მოყვა მეუფე იობი. ეს იყო პრეცედენტი, სხვა მინდა გითხრათ, მთელი ჩვენი ეკლესიის ისტორიის მანძილზე და არ ნიშნავს, რომ ისინი თქვათ, რომ დღეს ვერ გახდნენ პატრიარქები, არ ნიშნავს, რომ ეს პროგრამები გვერდზე უნდა გადაიდოს. ეხლა ამათ თუ ყველაფერმა უნდა შეიავსოს. მე ვახსენე რამდენჯერმე მეუფე იობის ხედვაში იყო, ესე ვთქვათ, ჩემთვის როგორც პოლიტიკის ჟურნალისტისთვის საინტერესო მათ შორის პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე, ამ ტიპის ჩემიანად და სხვისიანად ამის მოგვარების მცდელობაზე ხაზგასმა ეკლესიის როლზე. ისეც, რომელიც ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა არის და გეთანხმებით, ასევე ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც იყო მეუფე იობის პროგრამაში, ეს იყო საკათალიკოსო საბჭოს აღდგენის იდეა. მე პირადად როგორც ეკლესიის ისტორიის მკვლევარი წლების მანძილზე ამას ვახმოვანებ. საქართველოს ეკლესიაში არსებობდა უმაღლესი მმართველობითი ორგანო საკათალიკოსო საბჭო. ანუ სინოდს ზემოთ? სინოდი არ არსებობდა. ეს არის 1917 წელს შექმნილი ორგანო და საკათალიკოსო საბჭოს მეშვეობით საქართველოს ეკლესიას მართავდნენ ისეთი ტიტანი პატრიარქები, როგორებიც იყვნენ კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი და ქრისტეფოროზოს უკვე დამცრობა დაიწყო ამ ორგანომ, ამასაც პოლიტიკური მომენტი ჰქონდა. და ამ ორგანოში არ შედიოდნენ მხოლოდ სამღვდელო პირები და მღვდელმთავრები. იქ სწავლული მეცნიერები, საერო პირები შედიოდნენ და აი ამ ორგანოს გარეშე პატრიარქი ფაქტობრივად ეკლესიას ვერ მართავდა. და ეს იყო ძალიან სწორი. შემდეგ უკვე პატრიარქ კალისტრატეს დროს იქმნება თანაის სინოდი. თანაის სინოდი ნიშნავს, რომ ეს სინოდი უკვე დაარსდა პატრიარქთან და მის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებს და სინოდიდან სინოდამდე ეკლესიას პატრიარქი მართავს. და ამან უკვე გამოიწვია ეს პრობლემა. ანუ ჩვენ რო კრეფსიტობის პრობლემაზე ვლაპარაკობთ, ეს არ არის კათალიკოს ილიას შემოქმედება. ეს დაიწყო კათალიკოს პატრიარქ ქრისტეფორე ციცკიშვილის დროს. გაღრმავდა და მოვედით აქამდე, მაგრამ დღევანდელმა კრებამ ნამდვილად გააჩინა იმედი, რომ ეს კრეფსიტობის პრინციპი კვლავ აღდგება ჩვენს ეკლესიაში. იგივე სამ კანდიდატიან მარჩევნება და კიდევ ერთხელ აუცილებლად ექნება მე დარწმუნებული ვარ თავისი ხედვა მეუფე შიოს, ან პროგრამულად, ან გაწერილი, ან საკუთარ თავში მოაზრებული დარწმუნებული ვარ, მისი პროგრამული ხედვა მეუფე იობის პროგრამული ხედვა, მეუფე გრიგოლის პროგრამული ხედვა, ესენი უნდა გაერთიანდეს ახლა და ეს უნდა გახდეს ურთიერთშემავსებელი. და სხვათა შორის მე დავაკვირდი დღეს ძალიან ღირსეულად მოიქცა ორივე დანარჩენი საპატრიარქო კანდიდატები, განსაკუთრებით ჩემი თვალთახედვა ასეთი იყო, პირველმა მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა ამბორით მიულოცა მეუფე გრიგოლმა. და მე მინდა უდიდესი პატივისცემა, უდიდესი ქრისტესმიერი სიყვარული დაუდასტურო რომ მეუფე გრიგოლს ის არა მარტო ჩვენს ქვეყანაში იღწვის საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა მან ჩვენი ეკლესიის და მისი სამეცნიერო გონის სახელით და ის უდიდესი მოღვაწე არის. ასევე მეუფე იობი, რომელიც პრაქტიკულად ერთ-ერთი მთავარი აღდგენელია პოსტსაბჭოთა საქართველოში ბერმონაზნული ღვაწლისა. ანუ ნახეთ ახლა რამდენი რამე ჩამოვთვალე, ყველას აქვს რაღაც ღვაწლი, მეუფე შიოსაც აქვს ღვაწლი. მე მის ეპარქიას ვიცნობ და იქ ძალიან ბევრი კარგი რამ ხორციელდება. ეპარქიის დონე მე დარწმუნებული ვარ უკვე გავრცელდება მთელ ეკლესიაზე და ესენი უკვე უნდა დადგნენ ერთად. სხვათა შორის 1917 წელს, როდესაც ორი კანდიდატი იყო, მეთქი გითხარი კირიონი და ლეონიდე, ორივე ესენი იყვნენ ბუმბერაზები, რომელზე შეიძლებოდა გესაუბრათ და შემდეგ მაშინ ლეონიდე ვერ გახდა პატრიარქი, მერე კი გახდა და დეკანოს ნიკიტა თალაკვაძეს აქვს ესეთი ჩანაწერი, რომ იმდენი საქმე არის საკეთებელიო, 100 კირიონი და 100 ლეონიდე რო არსებობდეს, ყველა საჭიროა. ანუ პერიფრას ვახდენ მე. დღესაც ჩვენ 100 მეუფე შიო, 100 მეუფე იობი და 100 მეუფე გრიგოლი რო არსებობდეს, ყველა ჭირდება საქართველოს ეკლესიას. ანუ დღეს არ იყო აექრობის დასაწყისი, დღეს მე ვფიქრობ იყო გაერთიანების დასაწყისი. ეს ალბათ ყველაზე მეტად ახალმა პატრიარქმა უნდა მოახერხოს, იმიტომ რომ ინიციატორი უნდა იყოს კი ამ ტიპის რაღაც ერთიანობის. ხვალინდელ დღეზეც რამდენიმე სიტყვა და დაგემშვიდობები. ხვალ არის სხვათა შორის გამორჩეული დღესასწაული ისედაც საქართველოს ეკლესიისთვის, ხვალ არის საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღესასწაული. არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებული ხსენება საქართველოში შემოსვლის დღე, ეს არის ქართული დღესასწაული ანდრიაობის. ზოგიერთმა თქვა წინის წინასტუმრებმა, რომ ისე იჩქარესო, რომ რაღაც ეჭვები გაჩნდა, რომ ეს მეორე დღესვე ინტრონიზაცია რასაჭირო. ეჭვებს მე ვერ დავეთანხმები.
არის ლოგიკა იმაში, რომ ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეს საქართველოს მოგეხსენება საისტორიო წყაროების, ქართული საისტორიო წყაროების თანახმად წილხვედრია ღვთისმშობლისა და ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, რომელიც არის ანდრიაობის ქართული დღესასწაული, ანდრია მოციქული არის დამაარსებელი საქართველოს ეკლესიისა, კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულმა მიტროპოლიტმა შემდგომ თვითონ გადაწყვიტა ინტრონიზაცია. აქ საეჭვოს ვერაფერს ხედავ, მე როგორც ისტორიკოსი ლოგიკას უფრო ხედავ. მაგრამ მე ვისურვებდი ასეთ რამეს, რომ ვინაიდან ჩვენ პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელ საქართველოს პირველად ავირჩიეთ კათოლიკოს პატრიარქი და რაღაც ამ იზოლაციის გარღვევის შემდეგ. და როგორც გითხარით, ჩვენ ვთქვათ 105 წლოვანი წყვეტა გქონდა მრავალ კანდიდატიანი არჩევნების ასე შემდეგ, ვისურვებდი რომ ეს მოვლენა მოწვეული სტუბრებით აღნიშნული იყო ისევ მეუფეშიოს პატივსაცემად, ისევ საქართველოს ეკლესიის პატივსაცემად მრავალრიცხოვანი დელეგაციებით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა აქვს დაგეგმილი მომავალ პატრიარქს, იქნებ ხვალინდელი ინტრონიზაციის შემდგომ უახლოეს თვეებში ან როცა იქნება, იყოს დელეგაციების ვიზიტები საქართველოში. თან და არ დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე წელი არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი და ალბათ ამანაც განაპირობა, რომ დელეგაციების შემდეგ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.